მოგესალმებით. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩემთვის დიდი პატივია მსოფლიო საოჯახო კონგრესზე სიტყვით გამოსვლა. მოხარული და ამაყი ვარ, რომ უკვე მეორედ ვიმყოფები ამ არაჩვეულებრივ და ულამაზეს ქვეყანაში. გენდერის თეორია განათლებაში. ეს არის თემა, რომლის შესახებაც ჩვენ დღეს ვისაუბრებთ. ნება მომეცით ცოტა უფრო ჩავუღრმავდე ამ საკითხს და მოგახსენოთ, რა არის გენდერული იდეოლოგია და გენდერული განათლება. პირველ რიგში მოდით გავმარტოთ, ვინ შემოიღო ტერმინი გენდერის დღევანდელი მნიშვნელობა. ეს ადამიანი იყო ჯონ მანი, სექსოლოგი და ფსიქოლოგი, რომელიც ძალიან ნათლად განასხვავებდა სქესს და გენდერს. სქესი, მისი თქმით, არის ბიოლოგიური ფაქტორი. მაშინ, როცა გენდერი არის ბიჰევიორისტული და ფსიქოლოგიური თავისებურება, რომელსაც საზოგადოებაში ჩვეულებისამებრ ვუწოდებთ მამაკაცურ ან ქალურ როლს, ანუ ქცევას, რომელიც მამაკაცისთვის ან ქალისთვის არის დამახასიათებელი. ჯონ მანის მტკიცებით გენდერული იდენტობა მოიცავს ყველაფერს, რაც გულისხმობს ბიჰევიორისტულ და ფსიქოლოგიურ სხვაობას სქესთა შორის და მას არ აქვს არავითარი შინაგანი ან გარეგნული კავშირი ადამიანის სქესობრივ მახასიათებლებთან. დარწმუნებული ვარ, ბევრ თქვენგანს სმენია რეიმერის ტყუპების ექსპერიმენტის შესახებ. მე მხოლოდ ზოგადად შევეხები ამ საკითხს, ვინაიდან სავარაუდოდ ეს გენდერული განათლების პირველი მაგალითია. ერთ-ერთ ტყუპ ბავშვს სასქესო ორგანო მთლიანად დაუზიანდა და მისი მშობლები მივიდნენ ჯონ მანისთან, რომელიც ასევე ცნობილი იყო სქესის შეცვლის ოპერაციებით. მანიმ მათ უთხრა: ჩვენ ამ პატარა ბიჭს სქესს შევუცვლით, თქვენ მას ისე აღზრდით, თითქოს გოგონა იყოს და ნახავთ, რომ ეს ბიჭი სახელად ბრიუსი ბრენდად გარდაიქმნება და ჩვეულებრივ გოგონად ჩამოყალიბდება. როდესაც ჯონ მანიმ ამ ექსპერიმენტის შესახებ დაწერა, ის შეეცადა ყველა დაერწმუნებინა, რომ ყველაფერი შესანიშნავად იყო და რომ ცდამ დიდი წარმატებით ჩაიარა. სინამდვილე რადიკალურად განსხვავდებოდა აღწერილისგან. ბრიუს ბრენდამ ვერ შეძლო თავისი თავის გოგოდ იდენტიფიცირება, მოგვიანებით მან მოინდომა თავის ნამდვილ სქესს დაბრუნებოდა და დეივიდი დაირქვა. საბოლოო ჯამში მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ეს ექსპერიმენტი ნათლად გვიჩვენებს, თუ რას ნიშნავს გენდერული იდეოლოგია. მას სურს ჩაერიოს ადამიანების სქესობრივ იდენტობაში და აცხადებს, რომ სქესი აბსოლუტურად განცალკევებულია გენდერისგან, რომელიც მხოლოდ ფსიქოლოგიური და ბიჰევიორისტული მახასიათებლებით გამოიხატება. მაგალითისთვის, ჯუდით ბატლერი ამბობდა, რომ გენდერი კულტურული კონსტრუქტია. თუ გენდერი ქცევის კულტუროლოგიური მახასიათებელია, რომელსაც სექსუალური მახასიათებლების მქონე სხეული იძენს, შესაბამისად ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ გენდერი სქესისგან გამომდინარეობს. სქესისა და გენდერის განსხვავება გვიჩვენებს, რომ გარკვეული სექსუალური მახასიათებლების მქონე სხეულსა და კულტურულად შექმნილ გენდერს შორის არავითარი კანონზომიერება არ არსებობს. შეიძლება ითქვას, რომ გენდერული იდეოლოგია სქესობრივ იდენტობას 4 ელემენტად ყოფს. ესენია: პირველი, სქესი, ბიოლოგიური ასპექტი; მეორე, გენდერული იდენტობა, რომელიც არის მამაკაცად, ქალად ან სხვა რომელიმე გენდერად ყოფნის სუბიექტური აღქმა; მესამე, გენდერული როლი, არსებული მოლოდინები იმის შესახებ, თუ რა არის შესატყვისი ქცევა კაცისა და ქალისათვის და მეოთხე, სექსუალური ორიენტაცია, რომელიც არის სექსუალური ლტოლვა ერთი ან მეორე ან ორივე სქესის მიმართ. შესაბამისად არსებობს ჰეტეროსექსუალი, ჰომოსექსუალი, ბისექსუალი და სხვა სექსუალური ორიენტაციები. გენდერული იდეოლოგიის პრინციპი ისაა, რომ ყველა ეს 4 ელემენტი შეიძლება აბსოლუტურად განცალკევებული იყოს ერთმანეთისგან. მაგალითად, მე მაქვს დაბადებით განსაზღვრული ბიოლოგიური სქესი, თუმცა შეიძლება მქონდეს საპირისპირო გენდერული იდენტობა, სხვა სექსუალური ორიენტაცია და ეს სრულიად ნორმალურად უნდა ჩაითვალოს. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი სოციალური ან ბიჰევიორისტული განსხვავება მამაკაცსა და ქალს შორის წმინდა კულტურული კონსტრუქტია. გენდერის თეორიას არ სურს იმის დანახვა, რომ მამაკაცისა და ქალის ბევრი ქცევა შეიძლება არ განისაზღვრებოდეს ბიოლოგიურად, მაგრამ ეფუძნებოდეს მათ ბიოლოგიას. ბუნება მათ ერთი მიმართულებით მიმართავდეს. მაგალითად, ბიჭები უფრო ძალისმიერ თამაშებს თამაშობენ ვიდრე გოგონები. მათ ამ ქცევას არავინ უწესებს. ბიჭებს შეუძლიათ სხვა ტიპის თამაშები აირჩიონ, მაგრამ ეს მათი ერთგვარი ბუნებრივი ქცევაა. გოგონები უფრო მეტად არიან მოწოდებულნი იზრუნონ ადამიანებზე და ესეც არის არა სქესობრივად დაწესებული, არამედ მათი სქესისთვის ბუნებრივად დამახასიათებელი ქცევა. გენდერის თეორია გეტყვით, რომ ამ ყველაფერს არავითარი კავშირი არ აქვს მამაკაცისა და ქალის ბუნებასთან და რომ ეს წმინდა წყლის სოციალური და კულტურული მოცემულობაა, რომელიც კულტურულად მიესადაგება ბიჭებსა და გოგონებს. ეს იმას გავს დაბადებისას პატარა ბიჭებს უთხრათ, თქვენ უფრო ძალისმიერი თამაშები უნდა ითამაშოთ, ვინაიდან ასეთი ქცევა მამაკაცურია. მაშინ ყველა სექსუალური ორიენტაცია ნორმალური, ბუნებრივი და მისაღები იქნება, ვინაიდან სექსუალური ორიენტაცია სქესისგან განსხვავებულ ელემენტად ჩაითვლება.
ოჯახი როგორც მამაკაცის და ქალის კავშირი კულტურული კონსტრუქტი იქნება, რაც ჰომოსექსუალური კავშირებისა და ქორწინების ნორმალურად აღიარებამდე მიგვიყვანს. ოჯახი პირველი საზოგადოებაა და გენდერის თეორიის მტკიცებით ნებისმიერი სოციალური განზომილება სქესისგან დამოუკიდებელია. ყველა გენდერული იდენტობა, ტრანსგენდერი, ტრანსექსუალი და სხვა ნორმალური და მისაღები იქნება და ბოლოს ყველა ზემოთქმული პუნქტის უარყოფა ჰომოფობიად და ტრანსფობიად ჩაითვლება. ამ იდეოლოგიას სამართალში და საერთაშორისო ორგანიზაციებშიც ვხვდებით. ევროსაბჭომ გასულ წელს, თუ არ ვცდები, 2015 წლის აპრილში მიღებულ რეზოლუციაში, რომელსაც ეწოდება რეზოლუცია ევროპაში ტრანსგენდერი ადამიანების დისკრიმინაციის წინააღმდეგ, ყველა წევრ სახელმწიფოს მოსთხოვა შეიმუშავონ სქესის ან გენდერის შეცვლისთვის სწრაფი და მისაღები პროცედურა, რომელიც აისახება ყველა დოკუმენტში, პასპორტში და ასე შემდეგ. ესე იგი, თუ მე ვიტყვი, რომ მე მსურს ვიყო ქალი, სახელმწიფომ უნდა დამრთოს ნება გენდერი შევიცვალო. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს მესამე გენდერის არჩევანის შემოღება საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში მათთვის, ვინც თავის თავს არ მიაკუთვნებს არც მამაკაცს და არც ქალს. თუ არ ვცდები, გერმანიაში ეს უკვე შემოღებულია. რეზოლუციაში ასევე შემოტანილია გენდერული იდენტობის უფლება, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა ინდივიდუალს აქვს უფლება თვითონ განსაზღვროს საკუთარი გენდერული იდენტობა, ისევე როგორც აქვს უფლება სხვებმაც მიიღონ და მოექცნენ თავის მიერ განსაზღვრული გენდერული იდენტობის შესაბამისად. ანუ თუ მე მამრობითი სქესის წარმომადგენელი თავს ქალად მივიჩნევ, თქვენ ვალდებულნი იქნებით მაღიაროთ ქალად და შესაბამისად მომექცეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ დაარღვევთ ჩემ გენდერული იდენტობის უფლებას და ტრანსფობებად ჩაითვლებით. ეს იდეოლოგია შემოდის განათლებაშიც. ამის მიზეზი ისაა, რომ როგორც ამას თვითონვე ხშირად გარკვევით აღიარებენ, ძალიან რთულია უფროსები, რომლებსაც უკვე ჩამოყალიბებული აქვთ საკუთარი რწმენა და ტრადიციები, რაიმე ახალ იდეაში დაარწმუნო. შესაბამისად, მათივე თქმით, ამ იდეოლოგიის შემოტანა სასკოლო ასაკის ბავშვებიდან უნდა დაიწყოს. მოდით ვნახოთ, რა ნაბიჯებს დგამენ სასკოლო პროგრამებში ამ მიზნის მისაღწევად. პირველი ნაბიჯი ეს არის სიტყვა სქესის ტერმინ გენდერით ჩანაცვლება. საუბრები გენდერულ დისკრიმინაციაზე, გენდერულ თანასწორობაზე, გენდერულ სტერეოტიპებზე და ასე შემდეგ. პირველი ნაბიჯი ორაზროვანი ეტაპია, ხანდახან გენდერი შეიძლება იმავედ მოგეჩვენოთ, რაც სქესი. ზოგჯერ კი განსხვავებულად აღიქმება და ამგვარად სურთ ეს ორი ცნება ერთმანეთისგან გამიჯნონ, ანუ ბიოლოგიური სქესი გააცალკევონ გენდერის სოციალური და ფსიქოლოგიური განზომილებისგან. მეორე ნაბიჯი არის ანტიდისკრიმინაციული და ანტიძალადობრივი პროგრამების გამოყენება, იმ ცნების შემოსატანად, რომლის თანახმადაც ყველა სახის სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა, გენდერული როლი და ოჯახი თანასწორია. მაგალითისთვის, ისინი ყურადღებას გაამახვილებენ LGBT ძალადობაზე. ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რომ ნებისმიერ ადამიანზე ძალადობა დაუშვებელია, მაგრამ ისინი ამ ფაქტზე განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებენ და იტყვიან, რომ ძალადობა LGBT პირების მიმართ ძირითადად გამოწვეულია გენდერული სტერეოტიპებით, მამაკაცისა და ქალის როლის ტრადიციული გაგებით. მესამე ნაბიჯი იქნება ბავშვებს პირველი ორი ნაბიჯი პრაქტიკაში გააცნობიერებინონ სხვადასხვა გენდერული და იდენტობის როლების საშუალებით, როგორიცაა მაგალითად საპირისპირო სქესის ტანსაცმლის ჩაცმა, როლური თამაშები და ასე შემდეგ. მაგალითისთვის ცისარტყელას პროექტი მახსენდება, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება და ამ პროექტში ძალიან ბევრი თამაშია თავმოყრილი, რომელიც პედაგოგებს შეუძლიათ ბიჭებსა და გოგონებს შესთავაზონ. ერთ-ერთ ასეთ როლურ თამაშში ბავშვებს შეუძლიათ წარმოიდგინონ, რომ არიან ქალად გადაცმული ტრანსგენდერი მამაკაცი ან პირიქით და ჰყავთ არაევროკავშირის მოქალაქე პარტნიორი. იტალიაში ჩვენ გვქონდა პროექტები, რომლებიც ბიჭებს აქეზებდნენ, რომ გოგოსავით ჩაეცვათ და პირიქით. მეოთხე ნაბიჯი. ბავშვები აქტიურად გაუწევენ პროპაგანდას LGBT პროგრამას, გეი ქორწინებას, ანტი-ჰომო და ტრანსფობიურ კანონებს, სქესის შეცვლას, გენდერული იდენტობის უფლებას, ან და თავად გახდებიან LGBT ადამიანები. აი რამდენიმე მაგალითი ზემოთქმულთან დაკავშირებით. ევროსაბჭოს ერთ-ერთი გამოცემა კომპასიტო შეიძლება ითქვას პირველ და მეორე საფეხურს შორის დგას. ჩვენ მივიღეთ ტერმინი გენდერი, რომელმაც სქესი ჩაანაცვლა. ხანდახან ისე ჩანს, თითქოს გენდერი იგივეა, რაც სქესი, თუმცა ხშირად ხვდებით, რომ სრულიად განსხვავებულ რამეს ნიშნავს. სახელმძღვანელოში კომპასიტო ვკითხულობთ, პედაგოგმა უნდა გააცნობიეროს საკუთარი გენდერული იდენტობა. გენდერული თანასწორობა ნიშნავს თანაბარ უფლებამოსილებას როგორც მამაკაცებისთვის, ასევე ქალებისათვის.
ქალებისთვის საზოგადოებრივი და პირადი ცხოვრების ყველა სფეროში. ეს არ ნიშნავს, რომ ორივე სქესი ერთნაირია. ისინი თანასწორები არიან საკუთარ უფლებებში და ღირსებაში. ადამიანის ყველა სხვა უფლების მსგავსად საჭიროა გენდერული თანასწორობისთვის მუდმივი ბრძოლა, მისი დაცვა და ხელშეწყობა. მართლაც ამოყვანილ ციტატაში გენდერი თითქოს იგივეა, რაც სქესი, თუმცა მოგვიანებით იმავე ტექსტში ჩვენ გენდერის განმარტებასაც შევხვდებით. სქესი და გენდერი ერთი და იგივე ცნებები არ არის. გენდერი გულისხმობს სოციალურად ჩამოყალიბებულ როლებს, ქცევებს, საქმიანობას და იმ ატრიბუტებს, რომლებსაც კონკრეტული საზოგადოება მამაკაცებისთვის და ქალებისთვის შესაფერისად თვლის. მამრობითი და მდედრობითი სქესის კატეგორიებია, ხოლო მამაკაცი და ქალი გენდერული კატეგორიები. როგორც ვხედავთ, ამ სახელმძღვანელოს თანახმად, მამაკაცი და ქალი masculine and feminine სქესისგან გამოყოფილი ცნებებია. იმავე სახელმძღვანელოში წაიკითხავთ, რომ იმაზე ფიქრიც კი, რომ ჰომოსექსუალობა ცოდვა ჰომოფობიაა. იტალიაში ჩვენ გვაქვს წიგნები 4 წლის ასაკიდან ბავშვებისთვის. ერთ-ერთ მათგანში წაიკითხავთ ტრანსგენდერი ბიჭის ამბავს, რომელსაც სურს გახდეს პრინცესა და აღწევს კიდევაც ამას. ასევე ჩვენ გვაქვს ისეთი წიგნი, როგორიცაა რატომ ყავშენ ორი მამა, სადაც მოთხრობილია თუ რა შესანიშნავია ორი მამის ყოლა, რომლებიც ბავშვს სუროგატი დედისგან იყიდიან. 8 წლის ასაკიდან ბავშვებისთვის გვაქვს თეატრალური წარმოდგენები გენდერულად ცვალებად ბიჭზე, სადაც არის ფრაზა, ციტირებ, ალექსმა ძალიან კარგად იცის, ვინ არის ის, ზოგჯერ ის გოგონაა, სხვა დღეებში კი ბიჭი. ყოველივე ეს მიმართებაში ადამიანის უფლებასთან შეიმეცნოს სხვადასხვა გენდერული იდენტობა, რასაც ხვდებით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სექსუალური განათლების ევროპულ სტანდარტებში. ამ სახელმძღვანელოს თანახმად, ბავშვებს 0-4 წლის ასაკიდან უნდა ჰქონდეთ სხვადასხვა გენდერის შემეცნების საშუალება. და ბოლოს, ნება მიბოძეთ იტალიის გამოცდილებით მოკრძალებული რჩევა გაგიზიაროთ საქართველოში გენდერის თეორიის საგანმანათლებლო პროგრამებში შემოტანასთან დაკავშირებით. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ინფორმაციის მოპოვება და წარმოდგენის ჩამოყალიბება და ეს კონგრესი გარკვეულწილად ამ შესაძლებლობას იძლევა. აუცილებელია მშობლებმა იცოდნენ გენდერის თეორიის ნამდვილი შედეგების შესახებ. მეორე, გთხოვთ ფხიზლად იყოთ და არ დახუჭოთ თვალი. იტალიაში ჩვენ დავწერეთ ანგარიში, სადაც თავმოყრილია ყველა სხვადასხვა გენდერი და გენდერზე დაფუძნებული პროექტი, რომელიც უკვე იტალიის თითქმის ყველა რეგიონშია შეტანილი. თუ გენდერის თეორიის პროპაგანდა საქართველოში დაიწყება, ჩემი აზრით აუცილებელია მსგავსი ინიციატივა. მესამე, ფრთხილად იყავით და არ გადაამეტოთ, გაზვიადება საქმეს არ წაადგება. როდესაც პროექტი ორაზროვანი და გაურკვეველია, ძალიან მნიშვნელოვანია ასეც ითქვას, რომ ის ორაზროვანი და გაურკვეველია. თქვენი ოპონენტები აუცილებლად იტყვიან, რომ თქვენ აზვიადებთ, რომ ეს მხოლოდ განათლებაა ძალადობის წინააღმდეგ და ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია შეინარჩუნოთ ობიექტურობა. მეოთხე, გამორიცხეთ ყოველგვარი აგრესია და იყავით რაციონალურები. და ბოლოს, გქონდეთ ქმედითი პროაქტიული დამოკიდებულება. ძალიან მნიშვნელოვანია კარგი პროგრამების წახალისება, ვინაიდან სახელმწიფო ინსტიტუტებმა, სამინისტროებმა შეიძლება სკოლებში დაენერგონ ბულინგის წინააღმდეგ ალტერნატიული პროგრამები და ძალიან კარგი ქრისტიანულ ფასეულობებზე დაფუძნებული პროგრამაც კი შეიქმნას სკოლებში ძალადობისა და ბულინგის წინააღმდეგ. მე ვფიქრობ, რომ თუ ამ ყველაფერს გავითვალისწინებთ მტკიცე მონდომებითა და ნებით, გენდერული თეორია ვერ დაიპყრობს ამ ულამაზეს ქვეყანას. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.